როგორც ამბობენ, ფოტოგრაფია თავიდან ჰობით იწყება, შემდეგ ეს ყველაფერი აზრში გადადის და ბოლოს პროფესიად იქცევა. ვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმში შეკრებილი ხელოვნების სფეროს ახალგაზრდა წარმომადგენლები დღეს ხელოვნების სწორი და მიმართულებამ გააერთიანა. პორტრეტები, პეიზაჟები და ქუჩის დოკუმენტალისტიკა. აქ თითოეულმა მათგანმა საკუთარი თვალით დანახული სამყარო ასახა. 10 ნამუშევარი აქ ჩემი. გადაღებულია ბულგარეთში, ძირითადად ახლა ვიყავით კონკურსზე, ფესტივალზე. ერევანში ვიყავით, ჩვენი ჯგუფი. გაუს უნივერსიტეტში ქონა გამოფენა და რა ვიცი, ზოგი გამოტანილია. საკმაოდ საინტერესო გამოფენა და მადლობა მინდა მოუხადო არტ გამოფენას და ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმს. მეტყვი გამოვიტანე 4 ფოტო, რომელიც მიეკუთვნება ჟანრულად უფრო ფსიქოლოგიურ ფოტოებს. და საკმაოდ საინტერესო გამოფენა გამოვიდა მე მგონი. სხვა ჟანრის სურათებია წარმოდგენილი, ძირითადად პორტრეტებია, ანუ ნატურმორტები, პეიზაჟები და ძალიან საინტერესოა საერთოდ გამოვიდა, ძალიან ყოფილი ვარ. ის რაც 7 ფოტო ხელოვანის ობიექტივში მოხვდა, ახლა უკვე ერთ საგამოფენო სივრცეში მოთავს და მრავალფეროვანი თემატიკა და ფოტოებით მოყოლილი ამბები. უკვე რამდენიმე წელია არტ ფონდი ახალგაზრდა ფოტოგრაფებს საკუთარი მიზნების განხორციელებასა და მათ შემდგომ პოპულარიზაციაში ეხმარება. ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმში გახსნილი ექსპოზიციაც სწორედ ფონდის მხარდაჭერით იმართება. მუზეუმში არის ძალიან ბევრი საარქივო ფოტომასალა. ჩვენ გადავწყვეტ, რომ ეს ფოტომასალა წარგვედგინა და დღეს მოგვეწყო საინტერესო გამოფენა არტ ფონდთან ერთად და კიდევ ერთი მრავალი საინტერესო გამოფენები იქნება მუზეუმში მოწყობილი და ხელს შეუწყობთ ყველა ახალგაზრდას, ვინც არის კიდე ასე ვიტყვი ფოტოხელოვანი და ვინც მონაწილეობას ღებულობს დღევანდელ დღეს. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ საერთოდ ხელი შევუწყოთ ხელოვნების პოპულარიზაციას. ამ შემთხვევაში ჩვენი პირველი ერთ-ერთი ნაბიჯი გადავტვით, რომ ახალგაზრდა ფოტოხელოვანებს მივეცით საშუალება არტ სივრცის გაკეთების, ესეთი ივენთი მოვუწყეთ, გამოფენას უწყობთ. ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმთან ერთად ერთობლივი აქცია არის, რაღაცა დღეს შემოდგომის პირველი დღეა და ეს დავამთხვეთ რაღაცა სიმბოლურად. როგორც ექსპოზიციის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, ფონდი მომავალშიც არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელებას გეგმავს. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არტ ტელევიზიის გახსნა, რომელიც მხოლოდ ხელოვნების სფეროს მიმართულებით იმუშავებს.